წარმოიდგინეთ, რომ იტალიაშიც კი პენსიის ასაკამდე, აი, ჩემ ხელა ადამიანები შეიძლება ვერც კი მივიდნენ. ანუ, შეიძლება მივიდეთ, მაგრამ აღარაფერი აღარ დაგხვდეს. ევროპაშიც კი უკვე გაჩნდა ის პრობლემა, რომ უფრო მეტი ფული იხარჯება პენსიებზე, ვიდრე ხაზინაში შედის, ასე თქვა, დასაქმებულების ნამუშევრიდან რაღაც პროცენტი. წარმოიდგინეთ, ასეთ სიტუაციაში როგორ რთულია გჯეროდეს რაიმე სისტემის. ჩვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ხელფასის ნაწილი მიდის დაგროვეთ საფენსიო სქემაში, მაგრამ სულ არ არის გამორიცხული, რომ ეს ფული, როდესაც ჩვენი ჯერი მოვა, ჩვენი ასე თქვა, რიგი მოვა იმისა, რომ მივიღოთ ჩვენი პენსია, შეიძლება სულაც არ დაგხვდეს. დავუშვათ, ავიღოთ იტალიის მაგალითი. იტალიის მაგალითი ასეთია, რომ ჩვენ ვუხდით პენსიას იმათ, ვინც ახლა გავიდა პენსიაზე. და მერე, როდესაც ჩვენ გავალთ პენსიაზე, ჩვენი წინამორბედები, ანუ ჩვენი მომავალი, პროსტორეთ, ჩვენი მომავალი შვილები და შვილთა შვილები გადაუხდიან პენსიას ჩვენ, უფრო ხანდაზმულებს. მაგრამ ეს ბალანსი უკვე დაირღვა. უკვე დაიღვა, რამოდენიმე წელია ეს ფაქტურად შეუძლებელი და ფინანსურად აღარ არის მდგრადი სისტემა. კაცმა არ იცის რა იქნება მომავალში. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ როდესაც შენ მუშაობ რაღაც 35-40 წელიწადი, მიდიხარ რაღაც 65-67 წლამდე და მერე მიახლოებით დააგროვე რაღაც 9 მილიონი ევრო და გინიშნავენ პენსიას, რომელიც არის მიახლოებით შენი ხელფასის 80 ან 70%, ну, იყოს საუკეთესო მდგომარეობაში დავუშვათ 90. და დავუშვათ თუ ქონდა ხელფასის რაღაც 1700 ევრო, ახლა გიხდიან პენსიას 1300 ან 1400 და ერთი წლის მერე რაღაცა დაგემართა და დაიბრიდე. ანუ შენი 9 მილიონიდან შეტანილი 9 მილიონიდან სადღაც 20,000 შეიძლება, ასე თქვა, დაგებრუნდა უკან. ანუ შენ პენსიაზე როდესაც გადიხარ, კი არ გებრუნებენ უკან. ხო და მოკლედ ძალიან სუდია რა. მოკლედ ძალიან არასამართლიანია, მოდით ასე ვთქვათ. მაგრამ დღეს საპენსიო სქემაზე არ იქნება საუბარი, ახლა იქნება, აი ყველას მოგწონს ხოლმე რა იქნებოდა რომ, ხო? აი დავუშვათ, რაღაც მომენტში მომივიდა ასეთი იდეა მეთქი, რა იქნებოდა რომ 2013-ში პირველად რო გავიგე ბიტკოინის შესახებ, აი ეს ლადო ყოფილიყავი, რომელიც ვარ დღეს. და ახლა კი არ დამეწყო იმ სატოშების დაგროვება. არამედ დამეწყო სატოშების დაგროვება 2013 წელს. დიდი მადლობა დემეტრეს ბიტნეტიდან, რომელმაც ეს საიტი თუ არ მახსოვს, რომელიღაცა ლაივის დროს გამიზიარა და მინდა თქვენთან ერთად ვნახო, დავუშვათ რა იქნებოდა რომ მიყიდვა დავუშვათ $50 ბიტკოინი ყოველ თვე 2013 წლიდან დღემდე. ხო არის საინტერესო. და რატომ დავაკავშირე ეს ყველაფერი პენსიასთან? ანუ ღირს თუ საერთოდ მონაწილეობა დაგროვეთ საპენსიო სქემაში, ესეც ძალიან დიდი საკითხავია, იმიტომ რომ ჯერ ეგეთი უნდა იყო დასაქმებული ფორმალურად და როგორც ვიცით ძალიან ბევრი დამსაქმებელი ფორმალურად არასაქმებს და ძალიან ცუდი პირობები არის ხოლმე, გინდა ევროპაში, გინდა ჩვენთან საქართველოში. და პლუს კიდევ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობაზე უნდა გჯეროდეს, მოკლედ. ქართული ეკონომიკის სტაბილურობაზე უნდა გჯეროდეს, რა ვიცი, ევროპული რომელიმე ქვეყნის სტაბილურობაზე უნდა გჯეროდეს და ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ ახლა, რომ რა ვიცი, რის უნდა გჯეროდეს, კაცმა არ იცის. ხო და მე მგონი სხვის იმედზე რო იყო, ისევ ჯობია რომ ჩვენ გავანძრიოთ ცოტა ტვინი და ჩვენ თვითონ როგორ შეგვიძლია ისე ავაგოთ ჩვენი მომავალი. მაშას დავიწყეთ ამ ვიდეოთი, საინტერესო ვიდეოთი, აი ამ პატარა სიმულაციის გაკეთება. რა თქმა უნდა, თუ მოგწონთ
ეს ვიდეო, აუცილებლად გადაუზიარეთ თქვენს მეგობარს, რომელსაც დავუშვათ ოდესღაც უთქვია, რომ აი, ნეტავი ბიტკოინი რა არის, ან მაინტერესებს და მინდა ვიყიდო. მოკლედ, გააკეთეთ ეს ექსპერიმენტი, გადაუგზავნეთ და ამ ვიდეოთი შეგიძლიათ ნახეთ თუ როგორ გააკეთოთ ეს სიმულაცია. და რა თქმა უნდა, ჩვენი კრიპტობაზრის პარტნიორი არის ქართული ეროვნული ბირჟა Bitnet-ი, რომელიც უკვე თითქმის 9 წელია ჩვენი პარტნიორია და აღმოაჩინეთ ბიტკოინი ქართული ბირჟა Bitnet-ის მეშვეობით. ახლა კი ნახოთ ეს სიმულაცია და იმედია ძალიან არ ვინერვიულებთ. და მოდით ნახოთ ეს საიტი, რომელსაც ქვია DCA BTC, კიდევ ერთხელ მადლობა დემეტრეს, რომელმაც ეს საიტი მირჩია. მოდით DCA თუ გახსოვთ არის dollar cost average, ეს არის ის სქემა, ის ინვესტიციის მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს, რომ რაღაცა ერთნაირი ინტერვალში ვყიდულობთ რაიმე აქტივს და ამას ვაკეთებთ რაღაცა პერიოდის განმავლობაში. ამ შემთხვევაში მე ვაკეთებ დავუშვათ 2013 წელს, როდესაც გავიგე ბიტკოინის შესახებ, რომ დამეწყო. დავუშვათ თვეში ერთხელ მეყიდა ეს ბიტკოინი და ალბათ ერთ $50 რატომაც არა თუ რომ ყოფილიყავი ის ლადო რაც დღეს ვარ 2013 წელს, ალბათ მინიმუმ ერთი $50 ბიტკოინს უყიდიდი და ვნახოთ აბა ეს საინტერესო მონაცემი რას მოგვიკაცა. Purchase amount აგერ შეყვავს $50 კი თვეში ერთხელ და დავუშვათ აქ წერია ხა 9 წლის განმავლობაში. ნუ იყოს 9 წელი. ხო, იყოს 9 წელი და დავუშვათ 9 წლის განმავლობაში დავუშვათ ვაკეთებ ამ აქტივს. ანუ კიდევ ერთი თქვა მინდოდა, იცით, აი რატომ ამდენი ხანი ხო შეიძლება მე გაკეთო, მაგრამ მე თუ დავუშვათ საპენსიოს როდესაც აგროვებ, იქაც ხო შეიძლება 10-15, რა ვიცი 20 წელი დააგროვო, ყოველ შემთხვევაში ევროპაში მასე. და დავუშვათ მე შევისწავლე ეს ყველაფერი, ვხედავ რომ მე არ მაწყობს ეს საპენსიო სისტემა და მინდა შევისწავლე ბიტკოინი, ვიცი პოტენციალი რა შეიძლება იყოს და ვაგროვებ ბიტკოინს. ანუ ბიტკოინი ხდება ჩემი ფაქტიურად მომავალი, ჩემი პენსია. ხო და მოკლედ გადავწყვიტე რომ 9 წლის განმავლობაში დავაგროვებ ბიტკოინი. მაშინ აგერ დავუშვათ შევიყვან 2013 წელს, ნუ იყოს რაღაც იყოს 0.615 დავუშვათ შუა წელს გავიგე ბიტკოინის შესახებ. და კიდევ საინტერესო მონაცემია, გინდა თუ არა რომ შეადარო რაიმე სხვა აქტივს. კი ბატონო, შევადაროთ დავუშვათ ოქროს და აქ ოქრო ჩავტყოთ. ეს არის ოქრო, ეს არის ბიტკოინი. აი შევხედოთ ახლა რა მოხდებოდა. ანუ 9 წლის განმავლობაში რო დამეწყო 2013 წელს. სრული ინვესტიცია $5,400 და დღესდღეობით ეს ბიტკოინი, რასაც ვიყიდი $5,400, დღეს მისი ფასი იქნებოდა $250,000. ხოლო რომ ეყიდა ოქრო, დღეს ის ოქრო ეღირებოდა $7,600, თუ არ ვცდები. აი ეს არის განსხვავება, მეგობრებო. და დავუშვათ ცოტა უფრო გამბედავი რო ყოფილიყავი და ეს ოპერაცია გამეკეთებინა დავუშვათ $100. დღეს საუბარი მექნებოდა $500,000 აქტივზე. სადღაც $10,000 ინვესტირებული 9 წლის განმავლობაში €9,000,000. და საუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა აქტივზე, რომელიც ოქროსთან შედარებით ჩათვალეთ, რომ რა ვიცი, გუშინ გაჩნდა და ჯერჯერობით აპირებს ჩვენს ცხოვრებაში, ფინანსურ ცხოვრებაში დარჩენას. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააკომენტარეთ, გავიზიარეთ თქვენი აზრი და რა თქმა უნდა გადაუგზავნოთ იმ ადამიანს, ვისაც დავუშვათ ბიტკოინის შესწავლა აინტერესებს
და ზუსტად ეს სიმულაცია მას დაეხმარება, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. რა თქმა უნდა, DCA, ანუ dollar cost average სტრატეგიით და გრძელ ვადაში. 5, 10, 15 ეს ხომ საპენსიო ფონდია ფაქტიურად. რა თქმა უნდა, მე რასაც ვამბობ ამ ვიდეოში, არ არის ფინანსური რჩევა და ყველანაირი შესწავლა თქვენ თვითონ უნდა აწარმოოთ. ამიტომ ეს არავითარ შემთხვევაში ფინანსური რჩევა არ არის, მაგრამ განათლება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ფინანსური განათლება და ეს ერთ-ერთი ყველაზე სარისკო აქტივი, რა თქმა უნდა, თუ ბიტკოინი არის სარისკო აქტივი, ერთ-ერთი ყველაზე სარისკო აქტივია, მაგრამ რატომაც არა, თქვენ ნახეთ, $50 თვეში არავის არ დააქცევს, რომ გადადოს ბიტკოინისთვის და აკუმულირება გაუკეთოს. და რაც შეეხება საქართველოში ბიტკოინის ყიდვას, თქვენ შეგიძლიათ ბიტკოინი შეიძლიოთ ძალიან მარტივად, აი ახლა გამოჩნდება ჩვენი რეფერალური კოდი, რომელზედაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და დარეგისტრირდეთ პირდაპირ კრიპტო ბაზრის რეფერალით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და გისურვებთ არასოდეს არ გაღრიბდეთ.